ვის ეკუთვნის ფეშენებელური სასახლე სიხარულის ქუჩაზე, ქონება, რომლის გამოც შესაძლოა ვანო მერაბიშვილი კიდევ ერთხელ დაკითხონ. გარდაცვლილი პატიმრის შემზარავი ისტორია. ასევე თქვენ ნახავთ მიხეილ სააკაშვილის ლაზიკას, რომლის მშენებლობაზეც უკვე 32 მილიონი ლარი დაიხარჯა. ამ და სხვა თემებს სტუდია GNS-დან ნანა ლეჟავა წარმოგვიდგენთ. საღამო მშვიდობისა. მოუწევს თუ არა ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს და ყოფილ პრემიერს ვანო მერაბიშვილის დაკითხვაზე მესამედ მისვლა. ამჯერად დიღომში მდებარე სასახლესთან დაკავშირებით. ბიზნესმენი ჯემალ ტყეშელაშვილი წართმეული ქონების უკან დაბრუნებას ითხოვს. ქონების წართმევაში კი ის ვანო მერაბიშვილს და მის ნათესავს ადანაშაულებს. ამ დროისთვის დიღომში მდებარე სასახლე ოფიციალურად ყოფილი პრემიერის ნათესავის რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენის საკუთრებაა. ჯერ კიდევ 2005 წელს გამოძიება იმით დაინტერესდა, როგორ ჩაიგდო ხელში საკმაოდ დიდი ქონება აგრარული უნივერსიტეტის სასწავლო მეურნეობის დირექტორმა. თუმცა სიმართლის დადგენის სანაცვლოდ ქონების ხელახალი გადანაწილების პროცესი დაიწყო. ნახეთ ბელა ზაქაიძის ჟურნალისტური გამოძიება. ჩემი დაკავება მიზანი იყო მთავრობისა და იმ პიროვნებების მიერ, რომლებსაც უნდათ ხელში ჩაეგდოთ ჩემი ეს კანტორა და ჩემზე რიცხული 59 წლით მიწის ნაკვეთი. ეს ადგილი 1 ჰექტარი მიწის ნაკვეთითა და მშენებარე სასახლით 2005 წლამდე ჯემალ ტყეშელაშვილის კერძო კომპანია ანტისოს ეკუთვნოდა. ახლა მას ახალი მფლობელი ჰყავს. ქონება ვანო მერაბიშვილის ნათესავზე, რუსეთში მოღვაწე ახალციხელ ბიზნესმენზე, ალექსანდრე მერაბიშვილზეა გაფორმებული. თუმცა ჯემალ ტყეშელაშვილს ეჭვი აქვს, რომ მისი რეალური მფლობელი შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი და ყოფილი პრემიერია. ვანო მერაბიშვილის მეზობლები არიან, ბიძაშვილები არიან და ახლობლები არიან და ამან უფრო დამაეჭვა მე, რომ აქ ვანოს ხელი ურევია, თორე აბა რა იცოდა მერაბიშვილმა, მე ამას ყიდდი, არ ყიდდა ჩემი მეუღლე, ან და შემოადგილე. ჯემალ ტყეშელაშვილის კერძო საკუთრება თბილისის შემოსასვლელში, სიხარულის ქუჩაზე იმ უბანში მდებარეობდა, რომელიც პრესტიჟული, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გახდა. აქ 2005 წლიდან დაიწყო ძვირადღირებული ვილების მშენებლობა. თავად პრეზიდენტი სააკაშვილიც ამ უბანში ცხოვრობს. 1999 წლამდე ეს ტერიტორია აგრარულ უნივერსიტეტს ეკუთვნოდა. ასობით ჰექტარ მიწაზე სასწავლო საცდელი მეურნეობა იყო გაშენებული, სადაც აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები პრაქტიკულ მეცადინეობას გადიოდნენ. სასწავლო საცდელი მეურნეობის დირექტორი მაშინ ჯემალ ტყეშელაშვილი იყო. მეურნეობა 1999 წელს დაიშალა. მეურნეობის დაშლის შემდეგ მისმა ყოფილმა თანამშრომლებმა კერძო კომპანია ანტისო შექმნეს. წილები ასე ნაწილდებოდა. ჯემალ ტყეშელაშვილი კომპანიის დირექტორი 35%, გივი გიორგიძე დირექტორის მოადგილე 35% და ზურაბ გოგელია 30%. სახელმწიფომ აგრარული უნივერსიტეტის სასწავლო საცდელი მეურნეობის ტერიტორიის ნაწილის კერძო მესაკუთრეებისათვის გადაცემა და პრივატიზაცია დაიწყო. მეურნეობის ადმინისტრაციულ შენობაზე კი აუქციონი გამოცხადდა. ეს 1999 წლის 5 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტია, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო ორსართულიან ადმინისტრაციულ შენობას თავისი 1 ჰექტარი არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთით აუქციონში გამარჯვებულ ანტისოზე $20,475 ასხვისებს. 1999 წლის 30 მარტის დასკვნის მიხედვით აუდიტორ რომან ჩაჩუას ქონება $28,497 აქვს შეფასებული. ეს გამოიტანეს ქონების მართვა, ვინც მონაწილეობას ღებულობდი ჩვენ ამის შესყიდვაში, 10 კაცი იყო, მე გავიმარჯვე მათ შორისა და მე მომცა ქონების მართვა. აუქციონიდან მიტომ მოვიყვანე კაცი და რა ქვია მაგას თვითონ ის ბიჭი იმიტომ მოვიყვანე, რომ შვილო შეაფასე შენ ესა. ხო და შეაფასა იმან და ეგ შეფასება გაიტანეს მერე იქა და მომცეს მე ესა თვითონ გამარჯვებულად ჩამითვალესა და მომცეს ისა. ჯემალ ტყეშელაშვილს ეგრეთ წოდებულ დიღმის ჭალებში მივყავართ, სადაც ანტისოს 128 ჰექტარი მიწის ნაკვეთი 59 წლიანი იჯარით ჰქონდა აღებული. სასწავლო საცდელი მეურნეობის გაუქმების შემდეგ სტუდენტები პრაქტიკას უკვე ანტისოში გადიოდნენ.
ტყეშელაშვილს პრობლემები ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე შეექმნა. 2004 წელს მცხეთის გამგეობამ ანტისოს 59 წლიანი იჯარის ხელშეკრულება შეუწყვიტა და კომპანია, რომლის საქმიანობის მთავარი ბაზა სასოფლო-სამეურნეო მიწები იყო, ტერიტორიების გარეშე დატოვა. აი ამ ტერიტორიაზე ხო გამოვიარეთ და აი რაც აჩვენს ახლა იყო ბაღნარი გაშენებული. 300-დან 600 ტონამდე ატამი, ბალი, ალუბალი და სხვადასხვა ხეხილი, ვაშლი მოყვავდა. ქალაქს ვამარაგებდით ძირითადად თბილისის ქალაქს. კაპიკებში. აი ესეც ჩამოგვართვეს ეს ტერიტორიას. გახადეს სანაგვეს ბუდეთ, აი თვითონ მეატყობთ აი როყრიაში მითაგერა. აი გატყიურებული არის მთელი ის ნაკვეთი, რომელზეც ბაღნარად იყო ქცეული 2005 წლამდე. ამ მიწების ჩამორთმევის შემდეგ დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევის კამპანიის ფარგლებში პროკურატურა კომპანია ანტისოს მიერ აუქციონის გზით შეძენილი ყოფილი ადმინისტრაციული შენობითა და 1 ჰექტარი არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთითაც დაინტერესდა. თუმცა როგორც ჩანს, ახალი მთავრობის ინტერესი არ იყო დაედგინათ, მართლაც რამდენად კანონიერად ჰქონდათ შეძენილი ანტისოს მეწილეებს ქონება. თავარი მათთვის ამ ქონების მომავალი მფლობელი იყო. 2005 წლის 21 იანვარს ანტისოს დირექტორი ჯემალ ტყეშელაშვილი გენერალური პროკურატურის უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის სპეციალური სამსახურის პროკურორმა პაატა მურცხვალაძემ კაბინეტში დაიბარა. უთხრა, რომ კერძო საკუთრება 1999 წელს აუქციონზე იაფად შეუძენია. ქონების ფასის შემცირება ხელოვნურად მოუხდენია, რითაც სახელმწიფომ იზარალა. ჯემალ ტყეშელაშვილი კაბინეტშივე დააკავეს. რომ მივიტანი ამის საბუთი, მიწის საბუთი და მივედით ეს და ყველაფერს უნდა ვაჩვენო და ეს და ზარს დააჭირა ხელი, დივანის შემოვიდა და დივანს ეუბნება. მე უთხარი წინას დღეს რომ ექსპერტიზას დაუძახე, შენ თუ არ ერკვევი ამ სიტუაციაში. ექსპერტიზას დაუძახეო. ექსპერტიზას ამ წუთში დაუძახებო, გავიდა და 10 კვილებამდე შეირაღებული ხალხი ჩამოვიდა და ეს პროკურორი მეუბნება, ბატონო ჯემალ, თქვენ დაკავებული ხართ. ჯემალ ტყეშელაშვილს მაშინ მთაწმინდა ქრწანისის რაიონულმა სასამართლომ დაპატიმრებიდან 3 დღეში 24 იანვარს წინასწარი 3 თვიანი პატიმრობა შეუფარდა და სასჯელ აღსრულების მეხუთე დაწესებულებაში გადაიყვანეს. ჯემალ ტყეშელაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც პროკურატურისათვის ბრალის ერთადერთი დოკუმენტი იყო, ტყეშელაშვილის დაკავების შემდეგ დაიწერა. თუმცა დათარიღებულია ტყეშელაშვილის დაკავებამდე 1 დღით ადრე, 20 იანვრის რიცხვით. ძალიან დიდ ეჭვს იწვევს აღნიშნული ექსპერტიზის სამართლიანობისა და კატეგორიული დასკვნის საფუძვლიანობა. ეს ექსპერტიზა არ არის დამყარებული რეალურ ფაქტობრივ მასალაზე და არ არის დამყარებული იმტკიცებულებებით, რაშიც შესაძლებელია ზიანი და ზარალი მიეყენებინოს პიროვნებას სახელმწიფოსთვის. ეს არის ხელოვნურად შექმნილი ექსპერტიზის დასკვნა, რომლის საფუძველზეც შეიძლებოდა დავაყოფილიყო ტყეშელაშვილთან. ეს საქექსპერტის 2005 წლის 20 იანვრით დათარიღებული ექსპერტიზის დასკვნაა, რომელიც ექსპერტებმა პროკურორ პაატა მურცხვალაძის დავალებით შეადგინეს. ექსპერტები წერენ, რომ ანტისოსათვის მიყიდული ქონების ფასი ხელოვნურად იყო შემცირებული. რეალურად მისი ფასი შეადგენდა 187.569 ლარს. იმის გათვალისწინებით, რომ ტყეშელაშვილმა აუქციონის შემდეგ ქონების საფასურად მხოლოდ 20.475 დოლარი გადაიხადა, სახელმწიფოს მიადგა 150.533 ლარის ზიანი. პროკურორმა მურცხველაძე მითხრა პირადად. ხოდა მურცხველაძე მემუქრებოდა პირდაპირ, რომ აი შენ ჯემალიზე მეტი ადგილზე გაგაგზანი კიდე, შენ შვილებს ასე უზამ, ისე უზამ, რაღაცებს მეგმაშობოდა, რომ ახალგაზრდა ოჯახი გაქვს, ის გაქვს, ეს გაქვს და არ გინდა გეუბედურო, რომ აი თუ ამას არ დათმობ. გივი გიორგიძე, რომელიც ანტისოს ერთ-ერთი მეწილე იყო, ჯემალ ტყეშელაშვილის დაკავების შემდეგ პროკურატურაში პაატა მურცხვალაძემ დაიბარა. როგორც გიორგიძე ამბობს, წესდების მიხედვით ობიექტის გასხვისების უფლება მასაც ჰქონდა. პროკურორი გიორგიძეს დაჭერით ემუქრებოდა თუ საკუთრებას არ დათმობდა. დათმობის შემთხვევაში კი ბიზნეს პარტნიორის იმავე დღეს გათავისუფლებას პირდებოდა. გიორგიძე ამბობს, რომ პროკურორი ზემოდან წამოსულ დავალებას ასრულებდა. ვიღაცა აიძულებდა, ეთქვა რა ვიცი მე ვინ აიძულებდა. ხო და მე მითხრა რომ
თქვენ არაფერს არაფერი არ თქვაო და მოვა ვიღაცაო თქვენთანო და მე დამირეკემე და დამალაპარეკე მასო და დაურეკე დავალაპარეკე და მე მოხდა ეს ყიდვა. და ვინ მოვიდა თქვენთან? რავი, აღარ მახსოვს, ვიღაც მერაბიშვილი იყო. გიორგიძე ამტკიცებს, რომ პროკურორის დავალებით საკუთრება იმ კლიენტისათვის უნდა მიეცათ, რომელსაც ის გაუგზავნიდა. მას კი მოსკოვში მცხოვრები ახალციხელი ბიზნესმენის ალექსანდრე მერაბიშვილის ძმა მერაბ მერაბიშვილი დაუკავშირდა. მერაბიშვილმა საკუთრებაში ზუსტად ის თანხა შესთავაზა, რასაც პროკურატურა ტყეშელაშვილს მიყენებული ზიანის სანაცვლოდ ედავებოდა. და აუცილებლად იმ ადამიანზე უნდა დაგეთმოთ, ვინც იმათ გამოაგზავნა. აუცილებლად იმაზე, აბა სხვა არ უნდათ. თორემ მე იმას ასე თუ ისე ვიღაცა მაგინერთან მივიდოდი და მე თანხად გავყიდი. მეტი არ შემომაძლიეს და არადა ეს კაცი რამდენი ხანი ყოფილიყო იქ ავათიყო. ავანტყოფობდა ეს ახრაკერა кайხანი ავანტყოფობს და ავანტყოფი კაცი ციხეში რაფერ გაძლებდა რა პირობებში იყო ვინ იცოდა არაფერი იქ არავის არ უშვებდნენ შეგნი ჩემთან არავინ არ მოსულა ჩემი მეუღლე მოვიდა და მერაბიშვილები მოვიდნენ და მითხრესო რომ თუ გინდა რომ შენი ქმარი გამოვიდეს აი ჩვენ შევიტანთ $150,000 იქა გირაოს სახითა და შენ ქმარს გამოვუშვებთ და ამათმა თავი მოიკლა რომ რა თქვია შენ გიშვებენ და არ გამოხვალ ხო და მე ვთხარი არ გამოვალ იცოდეთ არ გააკეთოთ ეს სიტუაცია მაინც დაუძახეს მე ჩემი მეუღლე დაინტერესეს რომ ქმარი ხო გინდა ოჯახში და ხო უნდა გამოვიდეს ციხეში ხარ მოკვდება ის კაცი მე შევებრალე მე ამათ რომ ჩემი ასაკი მე შეიბრალეს ამათ საბოლოოდ 2005 წლის 7 მარტს გაფორმდა უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება რომლის მიხედვითაც კომპანია ანტისოს ოფისი 1 ჰექტარი მიწის ნაკვეთით $150,000 იყიდა მოსკოვში მცხოვრებმა ახალციხელმა ბიზნესმენმა ალექსანდრე მერაბიშვილმა. ვინაიდან ალექსანდრე მერაბიშვილი საქართველოში არ იმყოფებოდა, ხელშეკრულებას მისი ნდობით აღჭურვილმა პირმა მერაბ მერაბიშვილმა მოაწერა ხელი. გამყიდველი კი გივი გიორგიძე იყო. მერაბიშვილის მიერ მიცემული თანხიდან 150,523 ლარი, რასაც პროკურატურა ტყეშელაშვილს ედავებოდა, ტყეშელაშვილის მეუღლემ პროკურატურის ანგარიშზე შეიტანა. ამ დოკუმენტით დასტურდება, რომ დოდო მიქელაშვილმა ბაზის ბანკიდან გენერალური პროკურატურის სადეპოზიტო ანგარიშზე 2005 წლის 11 მარტს 150,523 ლარი გადარიცხა. შეთანხმების შემდეგ მე და ბატონი გივი წამოვედით. აქ გველოდებოდა ის მერაბიშვილი მერაბი და გადმოსარიცხიაო თანხაო მოსკოვიდანო და გადმორიცხა ამ ბანკში ეს თანხა და მე ავიღეთ აქედან. და ამ ბანკშივე გადავიხადე მე ის 150,000 ლარი. ის თანხა რა თანხაცაც შეაფასეს დაუშვათ ზარალი 153,000-ია იქ ლაპარაკი ის ზარალის თანხა ოჯახს გადაუხადეს და შემდეგ ოჯახმა ეს თანხა შეიტანა საპროცესო გარიგების ფასად. იმ დროს როცა აღნიშნული ტერიტორია რამდენად ჩემთვის არის ცნობილი მილიონები ღირს. ჯემალ ტყეშელაშვილი ამბობს, რომ იძულებული გახდა თავისუფლების სანაცვლოდ დანაშაული ეღიარებინა. თანხის გადახდის შემდეგ 2005 წლის 22 მარტს გაფორმდა საპროცესო შეთანხმება და 3 წლიანი პირობითი სასჯელით პატიმრობიდან გათავისუფლდა. მაშინ, როდესაც ჯემალ ტყეშელაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო, ვანო მერაბიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. ტყეშელაშვილი ამბობს, რომ მერაბიშვილისათვის კარგად იყო ცნობილი აგრარული უნივერსიტეტის სასწავლო საცდელი მეურნეობის ტერიტორიის შესახებ. მერაბიშვილი 1992-1995 წლებში აგრარულ უნივერსიტეტში ლაბორანტად, უფროს ლაბორანტად, ასისტენტად, უმცროს მეცნიერ თანამშრომლად მუშაობდა. 1995 წლიდან კი მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის პრეზიდენტი იყო. ჩემი ეჭვი არის, რომ ჩემი დაკავება ვანო მერაბიშვილის ხაზით იყო. ეს გამოწვეული თორე რატომ მერაბიშვილები მომიყვანეს აქ და რატო ტყეშელაშვილი არ მოიყვანეს ან კანდელაკი ან პეტროსიანი. მოიყვანეს ბიძაშვილი, თავიანთი მიწაწყალი, თავიანთი სოფლელი კაცი და რომელიც ის კაციც აქაც არ ცხოვრობს. მოსკოვში არის ახლა. თუ კი ვანო მერაბიშვილს ნამდვილად ეკუთვნის აღნიშნული შენობა, რაშიც მთელი რიგი საეჭვო გარემოებებია ფაქტთან დაკავშირებით,
უნდა დადგინდეს გამოძიებით და სასამართლოთი. როგორ შეიძლებოდა საიდან გაეგო, რანაირად მოხდა, რომ პროკურატურა ზუსტად მერაბიშვილებზე გავიდა ქალაქ მოსკოვში მცხოვრებ რუსეთში მცხოვრებ მერაბიშვილებზე მათი ინიციატივით ეს გარიგებები. ჩვენ სახლის იურიდიულ მესაკუთრეს ალექსანდრე მერაბიშვილს მოსკოვში დავუკავშირდით. მან ვანო მერაბიშვილთან შორეული ნათესაობა და ახლო ურთიერთობა დაადასტურა. თუმცა განაცხადა, რომ ქონების შეძენასთან შინაგან საქმეთა მაშინდელ მინისტრს კავშირი არ ჰქონია. ესე იგი ფაქტურად მე ვანოს ვიცნობ, რაც ვანო მოვიდა, ასე ვთქვათ, ხელისუფლებაში, მე მასთან ვარ შეხვედრილი დაახლოებით 2-ჯერ ან 3-ჯერ. ამ ობიექტთან ვანოს არავითარი შეხება არ აქვს და არ შეიძლება კონდეს. რა შეიძლება იყოს დაუშვათ რაღაც ნათესავი ვიღაცის. ჩვენი წინაპრები 6 თაობის წინ გადაიკვეთებიან, ეს მე მაქვს გენეოლოგია და მე მეამაყებ. ალექსანდრე მერაბიშვილი ამბობს, რომ აღნიშნული ქონების გაყიდვის შესახებ ინფორმაცია მეგობრისგან, ერთ-ერთი ქართველი ბიზნესმენისგან გაიგო, რომელიც მოლაპარაკებას გივი გიორგიძესთან მართავდა. თუმცა გიორგიძე შუამავალთან ნაცნობობას კატეგორიულად უარყოფს. ამბობს, რომ არავის დაკავშირებია და კლიენტი თავად პროკურორმა მიუყვანა. ეს მოხდა ამათიდან. ეს ხო არაფერი. ბაჩო იქ არაფერი არ არის. ეს ბაჩო არც ვიცი კიდე ვინ არის. შეიძლება კი ვიცნობ, მაგრამ არ ვიცი. ხლა ბაჩო შეიძლება ბევრს ქვია და. ანუ ამ პერიოდში როდესაც ჯემალი არავინ. ბაჩოსთან აფერი შეხება არ მქონია მე. არც დაგირეკავს. არც დამირეკავს, არავისთვის არ დამირეკე, ხო გითხარ, არავისთვის არ დამირეკია რომ მე იმენა შენ მოდი და მე ეს მაგამაყიდია. გივი გიორგიძის ვერსიას კი უარყოფს პაატა მურცხვალაძე, რომელიც მაშინ პროკურორი იყო. და ის ამბობს, თავარი რაც არის, რომ კლიენტი თქვენ მიყვანეთ მერაბიშვილის. აი პირველად მესმის. აი ამ ეს როგორ პირველად ეს არის ჩემთვის აბსურდულია და აი ჩემ კუთხეში მე პირველად ეს გავიგე პირველად. ჩვენ ვანო მერაბიშვილთან ვცადეთ გაგვერკვია, ეკუთვნის თუ არა აღნიშნული სახლი მას და ჰქონდა თუ არა კავშირი ჯემალ ტყეშელაშვილის დაკავებასთან. მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. ტყეშელაშვილი ჯემალი გადანაშაულებთ მის საკუთრებას. მოდი. ის ბატონო ვანო? ბატონო ეს თქვენი კუთვნი? რა იყო არ ვიცით? მიწა 1 ჰექტარი. ანუ რამდენი გამოდის? $15 გამოდის კვადრატული. უძრავი ქონების სააგენტოში ერდო ჯგუფში, რომელიც თბილისში უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის ბიზნესში 20 წელია მოქმედებს, განმარტავენ, რომ აღნიშნულ ქონებაში გადახდილი თანხა იაფია. კვადრატულ მეტრში გადახდილია $15. მაშინ, როდესაც ამ უბანში 2005 წელს მიწები 80-დან $120-მდე ღირდა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მხოლოდ მიწის ნაკვეთი არ იყო და მასზე დაახლოებით 600 კვადრატზე 2 სართულიანი შენობა იყო განთავსებული. 2006-ში ფასები მან დაახლოებით $100-დან $180-მდეც იყო და 2005-ში ჯერ კიდევ არ იყო გაძვირება დაწყებული, ამიტომ სადღაც 80-დან $120-მდე მერყეობდა. 2012 წლის 16 ნოემბერს ჯემალ ტყეშელაშვილმა მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს მიმართა. იგი სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების განახლებას და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გამომტყუნებელი განაჩენის გადასინჯვას ითხოვს. ტყეშელაშვილი ასევე ითხოვს დადგინდეს პროკურორი პაატა მურცხვალაძე მოქმედებდა თუ არა ვანო მერაბიშვილის დავალებით. როგორ იყიდა მოსკოვში მცხოვრებმა ვანო მერაბიშვილის ნათესავმა სახლი იმ სიტუაციაში, როდესაც პროკურატურას ტყეშელაშვილი დაკავებული ჰყავდა.